სასტუმრო ჰუალინგში საერთაშორისო ტურნირი კახის თასის აზეიმოდ გაიხსნა. შეჯიბრზე ქართულ სპორტსმენებთან ერთად პირველობისთვის აზერბაიჯანის, ბაჰრეინის, უზბეკეთის, სომხეთის, რუმინეთის და თურქეთის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ღონისძიებას მსოფლიოსა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციების პრეზიდენტები დაესწრნენ. სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს ლაშა ტალახაძეს და კახი კახიშვილს ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ. დღესვე საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პირველმა პირმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ბათუმში 2026 წლის აპრილში კონტინენტის პირველობა გაიმართება. დიდი ყურადღება აქვს ქართულ ძალოსნობის მიმართ და 26 წელს გვინდა ბათუმის მაღალ სტანდარტზე ჩატარება ევროპის ჩემპიონატი 26-ისა. ჯამური მუშაობა არის, როგორც თითოეული სპორტსმენისა, ასევე მხარდაჭერებისა პირველ რიგში სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი, კერძო სექტორი და დიდი მადლობელი ვარ ყველა ხალხისათვის, რომ დღეს ჩვენ ძალოსნობა გვაქვს მაღალ დონეზე საქართველოში. დასუმბას პრეზიდენტ ბატონი კახიაშვილის სახელობის ტურნირს თან ვისარგებლებ ეთერის საშუალებით და მიულოცავ ბატონ კახის დაბადების დღეს. დავამტყვიეთ დღევანდელი დღე მის დაბადების დღეს და მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში მას ყველა იმ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის, რაც მან ქართული ძალოსნობისთვის გააკეთა. კახი არის თანამედროვე ძალოსნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზამკვლევი იმისთვის, რომ მე და ჩემს შემდეგი თაობა იმ გზას გაყოლოდა, რაც მან გვიკარნახა. უკვე 30-ზე მეტი ტურნირი ტარდება კახიაშვილის სახელობის. რამოდენიმე წელია მან მიიღო საერთაშორისო სტატუსი, კახის თასი. ჩამოდიან უკვე უცხოელი ქვეყნები, რაც ალამაზებს ჩვენ შეჯიბრებას.